ჩემი მოსწავლეობიდან გავიდა დაახლოებით 20 წელი. ერთ-ერთი მასწავლებელი, ვინც მახსენდება და მადლობა მინდა გადაუხადო მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი არ არის, სკოლიდან არის რუსუდან ჟღენტი, რომელიც ისტორიას მასწავლიდა და მაძლევდა საშუალებას, რომ მე რადგან ისტორია ძალიან მიყვარდა და შემდეგ აუცილებლად სწავლობდი ხოლმე, ეს ახალი მასალა თუ რაღაც ბავშვებისთვის გამეზიარებინა ხოლმე. კლასელებისთვის. ეტყო პატარა მარცვალი მაშინ ჩავარდა ჩემში. სამწუხაროდ უფრო მეტი ცოტა მასწავლებელი მახსენდება კარგი, ვიდრე ცუდი. თუმცა ვცდილობ ხოლმე, რომ ცუდები არ გავიხსენო ხოლმე და კარგები გავიხსენო ხოლმე, იმიტომ რომ მეც ვეცადო, რომ კარგი მარცვლები დავიჭირო და კარგი ამბები გავაზიარო ხოლმე გარშემო. მე ვასწავლი ხელოვნებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვასწავლი უფრო ფიქრს. თუ მე ამ ფიქრს ჩვენ აზროვნებისკენ გადავთავთ, ეგ უკვე იდეალური იქნება და ამ გზას ბავშვები თვითონ მიაგნება. თავარი თვისება, რაც მასწავლებლებს უნდა ქონდეს და არა მარტო მასწავლებლებს, ყველა ადამიანს უნდა იყოს სიყვარული. თუ ბავშვი გეზიზღება, რა გინდა ბავშვთან მაშინ? მეორე არის პატივისცემა, რომელიც ასევე სიყვარულის ნაწილია და ამ პატივისცემაში შედის მოსმენაც, გაგებაც, ზოგჯერ თანატოლობაც, მისი აზრის გათვალისწინებაც და ასე შემდეგ. და მესამე არის გაზიარების უნარი. გაზიარების გაცემა და გაზიარებულის მიღება. ანუ რაღაცნაირად თანამშრომლობა მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი აგრძნობინოთ, რომ მისი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აზრების გაზიარება ძალიან მაგარი რამე, იმიტომ რომ ჩვენ გაზიარების საუკუნეში ვცხოვრობთ ახლა და ამბების გაცვლა, გამოცვლით მასწავლებლები და მოსწავლეები უფრო კარგ და დიდ შედეგზე გავალთ. ბევრი პროფესია გამოვიცვალე რა, არ ვიცი, როდესმე ალბათ დავითვლი მე ამ პროფესიებს და ერთ-ერთია მასწავლებლობა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი პროფესიაა. მე რომ ცოტა სიმარტივით ვუყურებდი თავიდან, იმიტომ რომ ცოტა გაკვეთილით დავიწყე და ცოტა ბავშვთან ურთიერთობით, მე აღმოჩნდა, რომ თურმე არც ისე ცოტაა ეს პროფესია. მაგრამ ამ დამღლელობას ცვლის ხოლმე ზოგჯერ შეიძლება ერთი ბავშვის ისტორია, რომელი ბავშვიც რაღაცას მიხვდება და იმ ბავშვისთვის არის ის დღე მთლიანად, ან იმ ბავშვის გამოხატული სიყვარულისთვის არის, უკან დაბრუნებული ემოციისთვის, რომ მე ამ დაღლილობას თითქოს ჩამოირეცხე, თითქოს დინარეს გაატანეს დაღლილობა და დაივიწყე ყველაფერი და უკვე თავიდან იწყებ ცხოვრებას. მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლები არ უნდა დავიღალოთ და თუ მოსწავლეებს მოусმენთ, თუ დავიღლებით, მალევე დავისვენებთ და ისევ ახალი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას და ცხოვრებას. ჩემი მოსწავლეების მადლობელი ვარ, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ძალიან ბევრი რამე მასწავლეს ჩემმა მოსწავლეებმა. მასწავლის ღიმილი, მასწავლის მოსმენა, ფორმაში ყოფნა, ინტერესების გამრავალფეროვნება, იმიტომ რომ ბავშვებს აქვს ძალიან ბევრი ინტერესი, იმიტომ რომ ეძებენ საკუთარ თავს. და თუ ბავშვი ეძებს, შენც უნდა ეძებო, იმიტომ რომ შენი საერთო უნდა იპოვოს ბავშვმა და რაღაცა მსგავსი უნდა გქონდეს. ჩვენი მიზანი რა არის, ხო, მასწავლებლების, რომ ბავშვი ჩავაგდოთ რაღაც ინტერესში და მე ეს ინტერესი თვითონ გაზარდოს, თვითონ იპოვოს ის გზა და სადაც გავჩერდები, ჩვენ და ვიტყვით, რომ აი რაღა უნდა ვისწავლო მე და იქ ჩერდებით და იქ პაუზდებით და მე უკან მივდივართ, იმიტომ რომ დაპაუზებული ცოდნა იკარგება მე, იმიტომ რომ ცვდება, გარშემო ბევრი რაღაცა ხდება. ამიტომ მასწავლებელი უნდა დაემსგავსოს მოსწავლეს. სწავლით უნდა დაემსგავსოს, ინტერესებით უნდა დაემსგავსოს და განვითარების სურვილით უნდა დაემსგავსოს. მე როცა მახსენდება მადლობა მასწავლებლისთვის, მინდა მადლობა გავიხსენო მოსწავლეებისთვისაც, იმიტომ რომ მოსწავლეებმა მასწავლეს ძალიან ბევრი რამე და ეხლაც მასწავლიან. და ამიტომაც ვეძახი ჩემ თავს მოსწავლებელს. და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რაღაც პატარ-პატარა მარცვლები ჩემში ჩაყარეს და მე მინდა რომ ამ მარცვლებზე რაღაც კარგი აღმოცენდეს და მეც ბევრი რამე ვისწავლო მათგან.